ისე რა იცი ხო? Filmed the video she trained out one of the premiums. არა, ერთი წამი უფრო მაგარი შემოსვა. Filmed the video she trained out one of the premiums. შევიდა დაწამლა თუ გინდათ რაღაცა ისე იმას. გემურია, გემური. ის რაღაცა კილოს გემუთი. რა პრობლემაა? აი ჯიგარო, ესე თუ გიყურებ, რა ვიცით ახლა. კაი, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ დავაგემოვნებთ ხიმიებს. და ძალიან ბევრი რაღაც საწამლავი დავითრიეთ. და აბა ვნახოთ როგორ გავუძლებთ, შევაფასებთ, დავაფასებთ და ასე შემდეგ. რითი დავიწყოთ ისე? ყველაზე ნატურალური ხიმია რაც გვაქვს. ნატურალური ხიმია. ჟოზეს წვენი სტუდიაში. ჟირაფი ჟოზე. ეს არის ჟირაფი რაღაცა. ეს არ ვიცი, ანუ ხიმიებში მე მგონი არ გადის. გავიყვანოთ ხიმიებში. კაი, რასაც დავაგემოვნებთ. იქით გადავდგათ. ხნოსვით და გემოთი შევაფასოთ, ხო? ეს ხეთით. ღვინის დეგუსტატორები როებში რომ გამოივლებენ ხოლმე რაღაც კატასტროფული ხვები რო ისმის. არა, სუნი გაია. გემოც თუ ეგეთი როგორც სუნია, მაშინ ხიმიაში არ ჩავწეროთ. აუ, კამპოტი. კამპოტის გემო აქვს, კი? ვაჟლის კამპოტი. კაი, ჟირაფის ჟოზე დისკვალიფიცირებულია ხიმიებიდან, არ არის ნაღდი ხიმია, არ გვინდა. იცით როგორ შევაფასოთ? 10 ბალიანი სისტემით რა. ამას დავუწერთ ერთი ქულა. ჟოზეს? ან ორი რა. ხიმიებაში. ხიმიებაში ნური. ხიმია არ არის. კაი, ერთი ქულა. კაი, ერთი. ჟირაფის ჟოზე ერთი ქულა ხიმიებაში. მაინც. ხიმია, ძალიან ცუდი ხიმია იყო. აი, ყველაზე მაგარი ხიმია ეს იქნება, ნახეთ. გააცანით საზოგადოებას. წამით. გამარჯობა, მე ვარ. არ საუბრობს. კაი, ეს არის ენერგეტიკული. ვისი არის რისიური? Daily energy არის. და შეიცავს შხამი, ეს ნუ კაი, არ ვიცი რა შეიცავს. გოგრით ბჟავა. თან, ანუ ყველაზე საშინელება არის ჯერ ხო ენერგეტიკული და მე ბოთლში რო. სალიარკის, აი ხო იცით რაღაც კალონგას რა უნდა წაიღო და ჩამისხით რა სალიარკა. თან ბოთლიც ისე დაბურული არის, რომ ვერ მიხვდა ხო ხტები შიგნით. რო არ ჩანდეს რა შიგნით რასკია. ფერფერ შევაფასოთ ჯერ. ჯამთელია. აბა გადავრჩებით. სუნი აქვს რაღაც იმის აქვს. ბუმის. ბუღა. ბუღა. ასო შოკოლადის ბამბანერკის გემო აქვს. ბამბანერკის გემო. შიგნით რა ხდება იცი? აუ რა, ძალიან 7 ქულა ალბათ. ხიმიაში? მეტი ეკუთვნის ჩემს. იყოს 10 ქულა, 10 ქულით ხიმია? ბოთლიანად. ბოთლს თუ ჩავთვლით კი 10 ქულით ხიმია. თორე ეს რო სხვა რამაში ესხას, ანუ მის იყოს შუშის მინის ან კილის როგორც არის ხო, ნუ მაშინ დავაკლებდით ხიმიობაში, მაგრამ 10-დან 10 ხიმია. კი ბატონო. არა, ობიექტური ვარ. 7 ქულა მინდოდა, მაგრამ ბოთლი არ გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ აი რაღაცა 7 რო დავუწეროთ, ამიტომ 10-დან 10. ნაღდი ხიმია არის. თუ გინდათ ნაღდი ხიმია მიიღოთ აი ეს სტალიეთ. ეს მანქანის ეთები რო ასხე რაღაც ეგეთი ბოთლი აქვს. ანტიფრიზია. ანტიფრიზი. კაი, შემდეგი ხიმია. აუ, ეს საშინელი ლიმონათები გავსინჯოთ. მოდი ეს ამით დავიწყოთ ჩვენს ლამაზი ფერია. ფერი არაჩვეულებრივი რაღაც ისეთი. რა ფერია ეს? მოსტაფილოს პრო, მოვარდის პრო, რაღაც მანგო და რაღაც. მანგო.
ევისუნი აქ. ბაბოლი. კი, ბაბოლის. აი, უკვე ხიმიის დაიწყო რა თემები. არა, წარმოიდგინე აი კოკა-კოლაზე ხო ვართ ადამიანები რაღაც ყოველდღე რაღაც ისეს და ამაზე რო იყო ყოველდღე ადამიანი რა. დაიწამნები ამ ხიმია არის. რაღაც ნაცნობი გემოხდა. ხო, მაგრამ აი ერთხელ შეიძლება დალიო რა, მაგრამ სულ ვერ დალევ ამას ისეთი ხიმია არის. რისი გემოაქვს ხო მითხარით? რაღაც ის ნაცნობი გემოაქვს. კოწახურის კამფეტის გემოდაკრავს თან და თანავწერები და. აჰა, ნესვის გემოაქვს. ნესვი და ანანასი თუ მანგო. მანგო. აი. ეს იცით რა არის? ანუ ხიმია კი, მაგრამ გემრიელი იყო, ცუდი არ იყო. ხო, მაგრამ აი ყოველდღე რო გიწევდეს დალევა როგორია, ხო? ანუ უკვე ტანჯვად იქცევა რა. ეხლა ერთხელ და ორჯერ არა უშავს რაღაც ისეთია და. კაი, 8 ქულა დაუწეროთ, ან 7 ქულა. ხო. 7-დან რამდე რა? ან შემდეგი. ამის ეს პორტოხალი. ეს იქნება რაღაც ფეიკი ფანტა. ჩინური ფანტა. სუნიც კი არა აქვს პორტოხალის. აი სუკოს წვენი მართლა. ის ჯობდა. სუკოს წვენია. ეს უფრო ხიმია, 9 ქულა თავისუფლად. თავისუფლად 9 ქულა. იმსახურებს კი. კაი, რამე ესეთი ხიმია გვინდა ახლა. შეიქებზე ხوار გადავიდეთ. თან ისე ჩვენ რამდენიმე შეიქი გავსინჯეთ. წინასწარ შემთხვევით რაღაც და რისი გემოები ქონდა? ერთი იყო შუშის საწმენდი. შუშის საწმენდი, მე საპონი. საპონი, კიდევ იყო რაღაც სტომატოლოგიური კაბინეტის გემო ქონდა რაღაც. და კიდევ იყო მესამე ქონდარის გემო ქონდა, ქონდრის და პირის სავლები, ხრტილების სამკურნალო. ეგეთი გემო. შუშის საწმენდს გამოვყავდი მე საუკეთესო იყო. რძე ხوار დავლიოთ რუსულად. კაი. ვინო ბელაუს ეს რუნდო და დავიწყე ბელარუსის და ოროსანი რუსის ბიზნესია. აუ ნახოთ რუსიც როხები როგორ წესიწვალებიან. ჩვენ ახლა გვაჩნიეს ის რა სკიტლები და რაღაცები. ჩვენ იმაში სანდეს და რაღაც ის რწეში. ეს უნდა იყოს? გახსნილი უნდა იყოს? არა. აუ რა მაგარია. თავი მოხადე და გახსნილი გაიჩიტა ანუ. მოდი კამერაში ახლოს ვაჩვენო. ურასა შინელება. კი ჩას. უფრო ეგ არის. რა ხიმია არის. ძროხა ხوارს შეგით. ხوارს უთქავს. არა ხა გასა. კალია მოხარ. რაღაც კაფეებია მოუშვა. აი მე დავლევ ჯერ. არა ერთად დავლიო. მოდით. შე აუ ძალიან ბევრია. ნაცემ. დაუბადელი ძროხის. დაუბადელი ძროხა. ნუსნუცო. აუ რა ცუდი სუნი აქვს. ფუ. ეს რა არის? კაი, გავრისკოთ. აუ საფინელება. ხოლმე ბანკი. 11-10-დან. კაი, წამთან გახსნილი იყო. აუცილებლად კი. თავი ხო იყო იმაზე. უი, და ნახეთ ბოთლი აპარებს თუ რაღაც. ბუშტებს უშავს. ძალიან კაი იყო ეს. ერთი წამით გურამ ნახეთ. ოუ, shit. აი ეს რაღაცა არის ხიმია.
აი ხო ვითომ რძე არის, მაგრამ არა, აი ყველაზე დიდი ხიმია არის, რაც კი გავსინჯეთ. და ის სალიარკის ენერგეტიკულიც ჯობდა. შეიძლება შეიძლება ეს ქიმია იყოს. კი. ფუ. აუ, კოკა-კოლა გავსინჯოთ ჩინური იმისი. აიკოლა. აიკოლა. ეს ის არის, რა ქვია, Apple-ის. Apple-ის აიკოლა გამო. აქციები. აუ, თან ახეთ ეს როგორ მოძრა? ვაუ. ხარისხი. ანუ როგორ ნამუშევარი და დაფიქრია ბოთსა დახურვაზე. ანუ წვალება არ უნდა, ხვდებით? ხო შეიძლება რაღაც უძლური იყოს უხელო. ჯოროს თვალითაც გახსნის, ანუ რაღაც ვით რა ქვია. ეს რძის გამო ანეტა თუ ესეთი ფერი უნდა გქონდეს, რასტრანი ფერი აქვს. რძის გამო ამოდი თქვა რომ ეს დავაბრალოთ. ამ იმასე ხიმია ვერ იქნა მომენტი. ნესკვიგი. აუ რა საშინელება. უთომ ლაღიძის წყალია. უთომ ლაღიძის წყალია. შოკოლადი ნაგები. რაღაც ეგეთია კი. თან კოკა-კოლას ხო ძალიან ბევრი ის რა ქვია ფეიკი ის არსიკოლა ის და ცოტა ოდნავ გემო ხვდებით აი რაღაცა ყველას აქ რა მო კოკა-კოლო აი ამას საერთოდ არაფერ შუაში არ არის კოკა-კოლასთან აი ლაღიძის წყლებში რო არის მიქსი მართლა რაღაცნაირი აი ეგეთი გამოდაფროს აი რადგან ლაღიძე და ეგეთი რაღაცები გაგვახსენა დაუწეროთ 7 ქულა ხიმიებში იყო 7 ესეც იყოს ეხა მოდი გავსინჯოთ მოდი ასენ გავსინჯოთ ბუმის მოხიტო და ეს არ ვიცი რის მოხიტოა რა რაღაცა მეზარება წაკითხოთ მოკლედ ვინც იცით კომენტარებში რის მოხიტოა და ვისი მოხიტოა დაგვიწერეთ მაგრამ ნაცნობი ხიმიით დავიწყოთ ბუმი ო რა ფიქრობ შამპანიური უნდა გორთქლიც რო ამოუშვა. საყოველია. პრობლემად რაღაცა წაიგე, ხვდებით აი რაღაცა. პარტიზე. შტო შამპანე. ო, პიტნა. ნუ პიტნის უნდა იყოს, მაგრამ ძალიან პიტნა. გადაუმშავებელი პიტნა, გაურეცხავი პიტნა. აი ჯამთელი ადამიანი ამას რატომ უნდა სვამდეს ამა? აი ხო შეიძლება ცუდად იყოს და წამლად დალიოს რაღაც ეგეთი, მაგრამ არა. არა, აი ძალიან სასწრაფო. კაი 10-დან 9 ხიმიობაში. აუ, ეთერ როგორ შეიძლება რომ რაღაც ლიმონადმა რაღაც სახე შეგიცვალოს ხვდებით ეს. კი, ძიმეთ ჩამიდის ხო რაღაც. საშინელება. ძალიან მაგარი ხიმია, აი მართლა. აი ეს იყო ხიმია. აბა ეს თუ აჭირებს. ესეც ეგრეა. ეს შამპანიური ყოფილა. დაგეთ როგორი ორთქლება რა მაგარი ტიპები არის. აშკარად იმას უფრო მეტი პიტნა აქვს, მას ფერი აქვს. თან კონკურენტები რო არიან. ცოტა ლაითი ფერი აქვს ამას. შეიძლება ამის პიტნე გარეცხეს და ამიტომ არ აქვს ფერი. ეცა რა განსხვავება ვერ დავმოღება. ამას უფრო რაღაცნაირი გამოაქვს. გარეცხელი პიტნის. მაგრამ რომელი უფრო ცუდია ვერ წავ. შაქარი აქვს ამას. დამატებული აქვს მეტი. აი იმას უფრო ფრეშ გემოქონდა. ამიტომ ამას მეტი ეკუთვნის. მაშინ 10-დან 10 ხიმია. კი, აუცილებლად. თან არ ვიცით ვისი არისია. საჭიროებოდაც. კი, საჭირო ხიმია არის. მეგონა რომ ის იმდენად ხიმია იყო რომ იმაზე ხიმიას ვეღარ დავლოდეთ, მაგრამ აი ნაღდი ხიმია თუ გინდათ იმ რძის მერე, ეს არის. აუცილებლად რეკომენდაციას უწევთ. ამის პატრონებსაც შეუძლიათ რომ დაგვასპონსოროთ. ამას მარტო ჩვენ თუ დავლოდეთ. ეხლა გავსინჯოთ კრომბახერის რა არის ეს კოლა და ორენჯ მიქსი. უკვე ცუდად გავხდება. სპეცი. ო, ცოტა.
ამას ეთქობა აშკარად რაღაც მაინც ევროპული წარმომავლობა. რა არის ეს? ვეცოთ, არ მოხიმია. აი რა არის ცით? კოკაკოლა, ჩვეულებრივი კოკაკოლა რა, რომ მოგრჩეს. ძალიან ცოტა ფანტა რო გაურიო რაღაცა ფორთოხლის და წყლით რო გაუსო ბოთლი მერე რა. ზუსტად მაგის გემოაქვს. აუ, კი. კი, ეგ არის ზუსტად. მომზადულია. რამდენი 7-8 თუ? ეს არის ხიმია რამდენად არის, მაგრამ უგემური კი იყო და უგემურობა შეეკუთვნის ალბათ 7 იყო. 7 ხულეს დაუწერდით. ხიმიაზე ის ექსპერტიზა გვჭირდება რაღაცა უნდა შეამოწმან. თან იმპორტირებული არის და გადააგზავნან. მოვლენ წაიღებენ ამას აკეთებდებ. ბევრი არაკელია. აუტ. მეცე ხე გავსინჯოთ ქართული ხიმი. არა, მოდი ჯერ ყავა გავსინჯოთ. მოიცადეთ რასტვარინი. რასტვარინი. აი ეს. ვისია. მუნვოლკერი. ესეც რაღაც იმპორტია. იმპორტია რაღაცა. ჩვენც ეს რაღაც ისე წერებთ რქინდეს კაფე. ჩვენი არ არის. всё. თან კაპუჩინო ანუ. რაც თფერძეა. აუ. თქვა ტალახის ფერი ხო აქვს და სუნის ტალახის აქვს. ოღონდ. რაღაც ტილოსგან არის. აუ, კი. წყლის სუნია. კი, ტილო რო დასრულდება და აშმორდება. შმორის სუნია აქვს. აი მაგიდეს რო გადაწმინდა რა და ეს სველი ტილო რო არის და მე რა შმორდება. აუ, ეგეთი სუნი აქვს. ოკეი, მოც. ხო. და ფერიც. მას ორას კაცია სუფრას რო გადაწვენთ რა, არეული როა ყველაფერი ერთმანეთში და აი მაგ ტილოს ნარეცხის სუნია გემოაქვს. ნო. სუნი 10-დან 10, გემო 10-დან 9 რა ხიმიაში. ეხლა ყავა რამდენად შეიძლება ხიმიას მივაწეროთ არ ვიცი, მაგრამ მივაწეროთ ჩვენი რამედის. ხო, ამას ეკუთვნის. ეკუთვნის. თანცივეო. კაი. გადავიდეთ ქართულ ხიმიაზე. აუ, ლემონათებზე მე ხარ გადავიდეთ, ჯერ შეიკები ხარ. კაი. აუ, როგორ ენანება ქართულის ლანცვა, მე ნამდვილი პატრიოტია. მაი პატრიოტიზმი. აი ეს იყო სტომატოლოგიური, ხო? ხო, ეს იყო სტომატოლოგიური კაბინეტი. კბილის ამოგრების ამაზე გავსაუბრეთ თქვით. კბილს რა მოიგებ და მე რომ გამოგავლებენ რაღაც ხსნარს. აი მაგის გემოაქვს. კარგად გაბურღული კბილი, რაღაცა. წამლდარიშხანი რაღაცა და. აბა. მართლა ეს სპირტი, რაღაც სამედიცინო სპირტი და რაღაცები. აი, ძირითადად თვითონ ექიმებს ასეთ ხოლმე სტომატოლოგებს ესეთი სუნია იმ რაღაც. საავადმყოფოს თერაპიაში რო სუნია. აუ, კი, ზუსტად ეგეთი, კი. ცოტა ბურღის სუნი, ცოტა სტომატოლოგის სუნი და დერეფნის სუნი რა, რაღაც ეგეთი არის. აი სტერილური, აი სულ იცით ეს ხელსაწყოების სუნი რა, რამე ვერ დავლობალომდე. თორ მართლა შეიძლება აღმოჩნდა და ვიგრძნა ამის სუნი ამაღამ. მე წამლათავლეთ მე. აუ, არის საშინელება. წამლათ. მართლა საავადმყოფოს სუნი აქვს. აი, ეს არის 10-დან 10 ხიმია. აუცილებლად. ეს რომელია? არ მახსოვს. ერთ-ერთი არის საფონიდან. ბორა. ქვია მეგობრებო ამას. ეს ის არის. ბედნა? კონდარი.
და პირის ღრუსავლები. ბორა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ საწავიდა. ეს უფრო ხიმია ვიდრე ეს? იცით რა არის, აი, რაღაც ის უფრო მაინც საავადმყოფო რაღაც. ხო, და უფრო სტერილურ დემოში გადის. დოქტორის ხიმია, ექიმის ნასვამი მქონი. ეს რაღაც ძალიან ის არის, რაღაც ბოსტონის ხიმია რა. ამას მე მაინც მე ვსვამ, რავი, წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს გემო და სტომატოლოგის და დერეფნის და იმის გემოქვს, მაინც 900-ს დაუწერდი. არ არის ეგეთი ხიმია და ეს პირის ღრუს, ეს საერთოდ ის ხო არ არის სტომატოლოგების გამოშვებული ეს სასმელები. ნუ ყველაფერს რაღაც ეგეთი გემო. აუ, ეს ძალიან ხიმია. მაგრამ იმას ჯობს არა? მაშინ დალიეთ ბანდა. მართლა კორვალორი კატაბალახა პირის ღრუს სავლები და პიტნა რო აურიო ერთმანეთში რა. რაღაცა ეგ არის. კიდე რაღაც გემოაქვს და ესეც 9. ნუ აი ან 9-ათი რა, ორივე ერთ იმაში გადის ხიმიობაში რა. აი ტოპ ხიმიები გამოვავლინოთ, მოდით. რძე. მე ცალკე დავალუნოთ რა. აუცილებლად. და მე ჩემპიონატი მოვაწყოთ თუ გინდათ რძეს და ამას შორის. ეს დაგჭამ. ეს დავლიეთ. ეს დავლიეთ? ხო. მე ვარ დეცი გაღარბე, ეს დავლიეთ ახლა. ანუ ბორა არ დაგულებია მე ჩვენ. ბორა ეს არის. ვсё, კაი. ეს არის მეგობრებო ბორა. ეს არის ბორა, ეს იყო სხვა. აუ, ძალიან ცოტა რა. ეს იყო ის ფანჯრის საწმენდი. ფანჯრის საწმენდი, საფონი, კი. საფონი, ფანჯრის საწმენდი. აი ეს არის 10 ქულა, შეიძლება დალიო წავიდეს, მაგრამ აი ეს ფანჯრის საწმენდი, საფონი და ეგეთი ხიმების გემოქვს. ეს უნდა დალიო პირდაპირ აი შხაპუნა ბოთლიდან. აი ესე. ეს უნდა დალიო. მართლა ეგეთი. აუ, მაგარი დემომებდა. ამას შეურიოთ ის ენერგეტიკული დერძე. და დავლიოთ? არა. კაი. მოიცა? კაი. ეს ფანჯრის საწმენდი არის. უბრალოდ არაფეთქდეს რამე არ მოსკნეს. ხიმიური რეაქციები როარი ხო? მე რამე არ გამოვიძახოთ. ხო იცით, აი რაღაც დემონები ხო და თან რაღაცა რო იქნება რა, მგონია რომ სამყარო რო იქნებოდა ესა და ეს აური ეს ხო იცით? იქნებ რაღაც გამოვიგონოთ, აუ რძე არა მაქვს. აი მე ერთად დავუმატებ მაინც უფრო მეტი ეფექტისთვის. კაი. იყოს. ჩვიდობით საყვარელო ოჯახო. რას გავს? აუ ძალიან. კაი მოიცა ეს მეტი აღარ ვქნათ. მაწონი. ნახეთ მაწონი ამოვიდა. ყველი ამოვიყოლეთ. ვეძეგეთ. აი მაგარი რაღაცა არის, მაგარი ხიმია. ტოპ ხიმიები. კაი, გადავრჩეთ. ხო იცით, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის თუ რაცა. ჯანმრთელობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს როცა ამას ვამთ. ფურა საზღრობა. რა ცუდია. აუ რა ცუდია, იცით? არა უნდა ვისწავლო. წაბლა ვიდეოს პონჩი. კაი, ქართულებზე გადავიდეთ ახლა და იქნებ ჩაწმინდოს. აი პატრიოტიზმი. ის ორი ხიმია კიდე არაფერი, მაგრამ ზე იყო აი რაღაცა ტოპ ხიმია. და ეგ რო დაემატა ეს სამი ხიმია ერთმანეთთან. აუ ცუდად თორჩიკაც კი ცუდად ხდის ნახეთ. ჩლიანად ის რაც აგრძის ფხუნილი თუ რაღაც მიეკროს ეჭიქას. კაი, ვანახოთ რადიო მაყურებლებს. რადიო მაყურებლებს. აუ ნახეთ რა საერთოდ.
კი, კარგად ჩანს. რაღაც ის არის. სარეკლამო ჭრა გქონდა. სარეკლამო ჭრა იყო და ჩვენი სპონსორი ნებისმიერი თქვენგანი შეგიძლიათ გახდეთ სხვათა შორის. და შემდეგში მოვაწყობთ აი არახიმიების ეს. და შეიძლება გაიმარჯოთ. თუნდაც თქვენ, რომელიც 10-დან 11 ხიმია ხართ. ხო, ესეც ვაჩვენოთ. ხო, განსაკუთრებით ამრცის და რაღაც ანტიფრიზის. ვინმეს თუნდა რომ თავი მოიწამლოს, ანუ აი შეურიეთ ეს რაღაცა ისრძე. ეს საფნიანი ის რო იყო. და სტომატოლოგიური. ნამდვილად ვერ გადარჩებით. მაგრამ თუ დაგვასპონსორებთ, მე ესე დავნოთ ხოლმე და ვიტყვით რომ კაია, მოვატყუებთ ხალხს. სხვარები ჩავასხავთ იგი. ხო, ის ხარები ჩავასხავთ, თვითონ თქვენი ეს არის. თქვენი ხიმია. აი არის. ესეც თუ დაგვასპონსორებს. რა პრობლემაა? აი ჯიგარო, ესე თუ გიყურებ, რა ვიცით ახლა. დაგვასპონსორე Coca-Cola-s ფერზე ხო დგას? ამას გადაუღრით, გადავაქცევთ, ჩავასხამთ Coca-Cola-s, დავნოთ, ვიტყვით, ვა ეს არისო რა. კი ბატონო. დაჟე სტუმრებს მოვიყვანთ, ხო, ეს ახლა 10 კაცს გავასინჯებთ. და გვერდით დავუდგამთ Pepsi-s რა. Pepsi-s Coca-Cola ახლა იასნა ხო ჯობია Pepsi-s და 10 კაცს ესეა, ბაბა რომელი ჯობია თქო ვეთქვით, ეს თუ Pepsi-ო და ვა ეს ჯობიაო, გაგიჟდებიო, ხო ხდები და აი რა მაგარიაო და მე ყველა ამას იყიდის რა და არა და Coca-Cola იქნება ახლა რეალურად, მაგრამ იქ მარტო ჩვენ გვეწოდინება. ხო ხდები ხო და მოდი რაღაცა იმას ვქნათ. ხო, არა, Pepsi თუ დაგვასპონსორებს, მე ვიტყვით, რომ Pepsi ხო ჯობია Coca-Cola-ს. ამოვჭრით ამას და ესე სხვანაირად ვიტყვით. Pepsi თუ დაგვასპონსორებს, მე ამას ჩავასხოთ. ამიტომ წავშოთ Pepsi დაგვასპონსორებს. წავშოთ. Coca-Cola-s ბოთლში ჩავასხოთ არსიკოლა. და მე ხო Pepsi ჯობია ახლა არსიკოლას. აგეცა. კაი, გავსიჯოთ ბორჯომის ტარხუნა. ჩაქაფული. ჩაქაფული. რაც პასტელური მწვანე. ტარხუნის ნოტი მე მევასება. აი გასვენოებში ასწორებს ხოლმე რომ რაღაცა ტარხუნის. ბავშვები დარბიან კიტრით და ტარხუნის მონათით. რა ის? მაგრამ ის ტარხუნის ნოტი მაინც არ არის რა. რა ჩვენ? ხო, ისქოს ბორჯომი და ის არის გადარეული. გადარეული შეშლილი. შეშლილი გადარეული. დაგიჟებული. ეს არის რა ქვია, რავი, აი ხიმიობაში ალბათ 3 ქულა, 4, აი 3 რა, იმიტომ რომ როგორც ტარხუნის ნოტი წავა რა. მაგრამ იცი რა არის, პატარა შეფუთვა არის ჯერ ერთი. რა არის, ან ამას გასვენებაში ვერ ჩადგამ, ხო? კი ბატონო. ხო და ვინ დალევს ამას, ანუ ვინ იყიდის და გამოვუშვი ცოტა ისეთში რომ გასვენებებზე დაიდგას რა. ირემიც ძალყვირის ჩემი ასეთ შეფუთვა. გადარეულია და ირემი ყვირის. აქთან წითლად ყვირის ირემი ხო და. რებრენდინგი გინდათ რა, ამას ლოგო შეცვალოთ და რაღაც. აქაც წითლად არის ირემი, კი, აქაც ყვირის. ნაი, რაღაც. არიწევა? ეს არის ფსხალი ხო? არა. კი. ფორტესო. ფსხალია? არა, აჭარული მანდარინიო ეგრე წერია. ხულოს მანდარინი. აჭარული მანდარინი რას ნიშნავს? სუპსის მანდარინი არის. სუპსელი თემოს მოვიკითხოთ. აი, თემოს გამომარჯოს. თემოს გამომარჯოს, სუპსელი ბიჭი არის. პირველად მანდარინის რაღაც ჭიშები და სახეობები თუ აჭარული მანდარინი, ხაჭაპური გამიქია რაღაცა და მანდარინი არა. რა ჩემზეც ასეთ მანდარინი ხარობს. რომ გამოწურო მანდარინის წვენი ეგ არა არაფერი გასაკუთრებული. მანდარინის წვენი. ან აბა რა უნდა ყოფილიყო? მანდარინი აწერია. კი. რა პრეტენზია მაქვს ხდები? ცოტა იმის გამო დაგრავს.
ლიმონი ან რაღაც მანდარინი ის. ო, არ მომეწონა. ანუ გემოაკლია, ხვდებით ეს სიმკვეთრე აკლია. აი ის ტარხუნის და რაღაცების ლიმონადს ხო აქ ძალიან ბევრი ხიმია რა და მაინც მკვეთრი გემო აქ რაღაც ტარხუნის. რომელი უფრო ცუდი იყო? ეს თუ ის ბორჯომე? სად არის? ეს უფრო ცუდია. ეს უფრო ცუდი. მაშინ იმას ხო 3 დაუწერეთ ხიმეობაში ამას 4-5. 4-5 დაუწეროთ კი. 4-5 ხიმეობაში ეს უფრო ცუდია. და ბოლო დაგჭა ლიმონი მგონი. არა, მსხალი. აუ, მსხლის ლიმონები ასწორებს და მე ვერ წარმოვიდგენია, რომ აი მსხლის ლიმონათი ცუდი როგორ უნდა გამოგივიდეს რა. თან ანუ ლიმონათებში მსხალი არის ყველაზე კარგი. ნებისმიერი ყველაზე ცუდი ისიც რო აიღო, რა ქვია, ლიმონათების რაღაცა ბრენდი. მსხლის მაინც ნიჩეო არის რა, ნორმალურია. ან თვითონ ხო მსხალი ისეთი არაფერი რა, მაგრამ მსხლის ლიმონათი არის ძალიან კაი. კაი მოდი cheers. აუ სუნი აქ ძალიან მსხლური. მსხლური. არა. ჩაულებია. კაია. ჩაულებია მსხლის ლიმონათი. კაი, ხიმებაში ვერ ჩააბარეთ ეს თემა. ეს ხიმია არ არის. ეს არ დალიოთ. ეს არ დალიოთ ხიმია თუ გინდათ და ჟირაფი ჟოზო თუ მინარი ეს არ ვიცი. ჟოზე. რომელიც კამპოტი არის, ესეც არ იყო ხიმია. ეს ორი ბავშვებს არ დაალებინათ, ესენი კი ბატონო. ბავშვების დაწავლოთ თუ გინდათ რაღაცა ესენი იმას მოგიწევთ. კაი, არახიმიები. რომლებიც გამოიჩინენ ხიმიების იმას კონკურსს თუ როგორც არის. გემბრიელი ხიმიები, ესენი გემბრიელი ხიმიები. ანუ ესეც არ არის ხიმია რა, просто უგემურია, უგემური. მერე მოდის ის ყავა იყო საშინელება. ხო. ის რაღაცა კილოს გემოთი. ნუ ეს ყველას უნდა ეგდოს ჯიბეში, ჯიბეში და ხიმია ის დარწე ერთად მეგობრებო, ერთად. ეს პატარა იმიტომ არის, რომ ჯიბეში ჩაიდო რაღაცა ყველას უნდა ეგდოს ჯიბის ხიმია. ეს დარწე ერთად. და დანარჩენი ნუ ეს შეიკებიც. და დაჟე მეგობრებო, ამრიცეს და ამას თუ გაურევთ ერთმანეთში, ყველი ამოდის. კი, დავტესტეთ და ეგრე იყო, კი. არჩევლებრივი, სულმუნი. კაი, ხიმიების დაგემონება იმას ვქენით და ავასრულეთ წარმატებით მგონი და ცოცხლები ვართ ჯერჯერობით. კი ბატონო. და კიდე რაღაცა ეს სარეკლამო ის გვექნება, რაღაცა პაუზა, ან რამე, ან რუმე, ან ვიდეო დასრულდება. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თუ დასრულდება თქვენ ხო გაიგებთ და აბა თქვენ იცით. დაიწავნეთ თავები და რაღაცა რამე რაც არ კლავს გვაძლიერებს.